მოგესალმებით, გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, რას მალავს პარტნიორი. ყველას აქვს დაფარული რაღაც თავთავის პატარა საიდუმლოებები და ვნახოთ რა არის თქვენი პარტნიორის საიდუმლო. ორი ვარიანტი გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი იქნება ესეთი ბაყაყი, მეორე ვარიანტი იქნება სპილო. ერთ ვარიანტი და ვნახოთ რას მალავს პარტნიორი. იმედია ერთ და მეორე ვარიანტს გადავდებ, ვინც ერჩა ესეთი ბაყაყი. ვნახოთ თქვენი პარტნიორი რას მალავს თქვენგან. თავი შიშებს, რომელიც არ უნდა რომ თქვენ მიხვდეთ რა არის ეს შიშები. ისიც რა არის, ნახეთ, თუ ვთქვათ თქვენ ელოდებით იმას, რომ პარტნიორი ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და ურთიერთობას სხვა საფეხურზე აიყვანს, გეტყვით რომ ამ ადამიანს ეშინია სხვა საფეხურზე აყვანა და ყველაფერს ეცდება, რომ ყველანაირად ეცდება, რომ დრო გაწელოს. თითქოს ადამიანს უნდა, მაგრამ შიში ძალიან ძლიერია, ხო? აი, უბრალოდ ადამიანს შეიძლება თქვენამდე ანუ რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ აქ რაღაცა აშინებს, ხო? ეს შიში შესაძლებელია რაღაცა პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე იყოს, ხო? პასუხისმგებლობები ერთია და მე აქ ვიტყვი, რომ შესაძლებელია ადამიანი რაღაცას ისეთსაც მალავდეს, რომელიც თქვენ არ მოგეწონებათ. ესეთ არის, აქ შესაძლებელია, რომ ადამიანი მალავდეს უფრო პასუხისმგებლობებს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. თუ თქვენ ახლა კონკრეტულად იცით, რომ ადამიანს ყავს მესამე პირები, შეიძლება ადამიანი უბრალოდ მალავდეს იმ ფაქტს, რომ ნახეთ, თქვათ იქიდან არ უნდადეს იმ პასუხისმგებლობის მოხსნა, რაღაცა სიტუაციის სხვანაირად წაყვანა და რაღაცა გიყვებათ საოცარ ზღაპრებს, რომ ან ავად არის, ან ცუდად არის, ბავშვებს ვერ ანდობს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ბევრი მაქვს ეგეთი ისტორია მოსმენილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აი რაღაცა სასწაულ დაავადებებს იძახიან ხოლმე ხანდახან, ანუ რატო იმეტებენ ესე მეუღლეებს, ვერ ხვდები, მაგრამ არის ეს მომენტები ხოლმე. და აი აქ შეიძლება ეს მომენტი იყოს, ხვდებით, აი ნახეთ, შეიძლება რაღაცა მომენტში თქვენთან უნდა კომუნიკაცია, ურთიერთობა ყოფნა, მაგრამ შიში აქვს რაღაცა თუ დაფარული ურთიერთობა არის, ხო, რაღაცა ზურგს უკან აქვს ისეთი სიტუაცია, რომ არ უნდა თქვენი ურთიერთობა რომ გამჟღავნდეს, ხვდებით, ამიტომ ადამიანი ყველაფერს იცდება, რომ რაღაცა მაქსიმალურად დრო გაწელოს, უფრო მეტად შეგაჩვიოთ თავი, უფრო მეტად რაღაცა შეიძლება ჩახლართოს აქ კიდევაც სიტუაციები, ხო? მალავს რაღაცა სხვა ურთიერთობას მალავს აქ. აქ სხვა ურთიერთობას მალავს, აქ სხვა ნახეთ პირდაპირ როგორი წერილს სხვას აძლევს, სხვას მიყვება. აქ არის დაფარული მდგომარეობა, დაფარული ურთიერთობა, რომელიც შეიძლება თქვენ არ იცით, ან თქვათ ახალი ურთიერთობაა და ჯერ არ იცით, ყავს თუ არა მას მეუღლე და რაღაცა საოცრებებს ყვება, რომ 50 წლის ასაკში ვერ ნახა თავისი რაღაც გულისწორი და მსგავსი სიტუაციები, ხო? პირობითად ვიძახი. მალოს იმ მომენტს, რომ არ გამჟღავნდეს არც თქვენთან ურთიერთობა, არსად და არც სხვა ურთიერთობა თქვენთან. სამწუხაროდ პირველი ვარიანტი სამკუთხედის სიტუაციის მდგომარეობა არის, თუ შესაძლებელია ახლა უბრალოდ თქვათ კარგით არ ყავს არც მეუღლე, არც ურთიერთობა აქვს, მაგრამ რაღაცა
სხვა ადამიანების მიმართ ინტერესი რო აქვს, აი ამას მალავს ხო, ანუ შეიძლება თქვენთან ერთად არის, თქვენის გვერდით არის, მაგრამ დავარქვათ ესე, მსუბუქი ფლირტი სოციალურ ქსელში თუნდაც, ხო, აი რაღაცა მსგავსი მომენტი. ყოველ შემთხვევაში აქ მესამე პირების მდგომარეობა არის და ეს ადამიანი ამ ფაქტს მალავს. მოკლედ აი ესია პირველი ვარიანტი. ნახოთ აბა ხა მეორე ვარიანტი რას გვეტყვის, რას მალავს მეორე ვარიანტის წარმომადგენელი. მეორე ვარიანტი ვინც ერჩით, რას მალავს თქვენი პარტნიორი. რას მალავს. არის ის რა გააკეთოს, მალავს იმას, რომ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული თავის გზნობებში, შეიძლება ითქვა თავის აზრებთან მიმართებაში. ხო, აი როგორ არის იცით? ემოცია აქვს, რაღაცა სურვილი აქვს, ინტერესი აქვს, ყველანაირად აი შეიძლება, მაგრამ ამავდროულად არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. თითქოს ესე რომ ვთქვათ, ადამიანი რაღაცა გაურბის კიდევაც, რაღაცა ზედმეტად ესეთ ზაფრ ურთიერთობებს, ხო? ხო, ანუ აქ როგორი მომენტია, იცით, მალავს უფრო იმ მომენტს, რომ შეიძლება გეუბნებათ, რომ აი ხვალზე ურთიერთობა სხვა ის იქნება, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან ეშინია პასუხისმგებლობების მდგომარეობა. მეორე მომენტი კიდე არის, რომ შესაძლებელია თქვენ ამ ადამიანზე ძალიან ბევრად მაღლად გახართ. თქვენი მატერიალური მდგომარეობით, თქვენი განათლებით, თქვენი შესახედაობით. ანუ რაღაცა სხვა სტატუსი გაქვთ. შესაძლებელია თქვათ იყოს, დაშორებული ხო, ანუ შვილებით იყოთ და აი მალავს იმას, რომ მას არ შეუძლია ამის მიღება. ანუ მისთვის ცოტა რთულია ამის გაკეთება, ხო, რაღაცა შვილებიან ქალბატონთან თუმცა უნდა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან რთულია, ხო, რაღაცა შიდა კონფლიქტებშია საკუთარ თავთან, მე ესე ვიტყოდი და ესე გეტყვით, რომ ადამიანი მალავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება რეალურად მიიღოს ის წინადადებები და ის სურვილები, რომელიც თქვენ გაქვთ, ხო? თუ თქვენ გაქვთ მასთან რაღაცა ოჯახის მდგომარეობის სურვილი, რომ ვთქვათ, ოჯახის შექმნა და ამ ეტაპზე არ არის მზად და იმიტომ რომ თვითონ რეალურად არ არის ჩამოყალიბებული გრძნობებთან მიმართებაში, ხვდებით, აი რაღაცა კარგია ურთიერთობა, რაღაცა სასიამოვნოა, მაგრამ ეს სიყვარული არ არის მისთვის, ხო? ეს არის რაღაცა სასიამოვნო კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ გონებით, თუ აქ რაღაცა სტატუსით მაღლად გახართ, ხო, თქვათ, შვილები არ ყავთ, თუ შვილები ყავთ, ეს აი კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ თუ ახლა არ არის, ხო, მაგრამ სტატუსით ხართ მეტი, ანუ თქვათ, განათლებით ხართ, ოჯახის შვილობით, ხო, რა ვიცი, ხა ვის რა ის აქვს, თქვათ, ვიღაცა არის ქალაქიდან, ვიღაცა არის რეგიონიდან. აქ ადამიანს ეგ კომპლექსიც აქვს, ის კომპლექსი, რომ თქვენ ყოველთვის შეიძლება მას ზემოდან გადახედოთ, ხო, რატომღაც ესე თulis, ახლა თქვენ რამდენად გააკეთებთ ამას, ეგ სხვა მომენტია, მაგრამ აქ ადამიანს აქვს ეს რაღაცა სიტუაციები. შესაძლებელია კიდევ ერთი მომენტი იყოს ის, რომ ყველაზე დიდი მომენტი რაც არის, ეს არის უფრო მეტად რატომღაც ესე მოდის, შესაძლებელია მის ოჯახში თქვენ მიუღებელი იყოთ. ანუ ვერ მოახერხოს ის მომენტი, რომ თქვას, რომ აი მე თქვათ რაღაცა ეს ადამიანი მიყვარს, არ ვიცი ხა რატო ვერ მოახერხებს ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თulis, რომ მისი ოჯახი არ მიგიღებთ, ან ვერ მიგიღებთ, ან თუ იცნობთ მის ოჯახს რაღაცა ბოლომდე არ არიან თანახმა ურთიერთობაზე, თქვენ სერიოზულ ურთიერთობაზე და აი ამ ყველაფერს მალავს ეს ადამიანი სამწუხაროდ. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია არის მეორე ვარიანტიც. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს თითოეულ თქვენთაგანს და დროებით.